BBC, Reuters, რავი ყველა იყო. ამ შოუს უფრო დაკნან საკუთარ ზედმეტსახელი აქვს. პროტესტ შოუ არის, ეს არის პროტესტ შოუ, ეს არის რეალური პროტესტია, ეს პირდაპირ ეთერში. მე მგონი საბოლოო ჯამში პროტესტი კიდევ უფრო გართულდება. ანუ მას შეიძლება პრეზიდენტის თვითმარქვია პრეზიდენტის მისამართით ულტიმატუმის ხასიათიც კი მიიღოს, ხოლმე მე მგონი თავის შედეგს აუცილებლად გამოიღოს. ესე იგი, ყველა ხომაით არ ჩაივლის განძილული სიუჟეტი. კარგად. მალე გამოსვლას ისე ყურადღება პაემანი. გამარჯობათ. ალბათ ნანა. მადლობთ. შეძლე ყურადღებისთვის დიდი მადლობა და რავი, კედელში მაინც. კი, მესმისია. მე ადვოკატი ვარ და ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ფორმა. დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის აქცენტს აკეთებს ერთ რამეზე, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, არ არის მტკიცებულებები იმდენი, აი ჩვენ ესეთი გეგმა გვაქვს, თქვენ იცავთ აი ასეთ. ამიტომ მინდა ზუსტად გავამახვილო ამაზე ყურადღება, რომ მოხდა ავტოავარია. ეს არის უბედური შემთხვევა, რო ხო? 2005 წელს მოხდა ავარია ქობულეთში, ციხისძირთან. 4 ადამიანი ეჭდა. უკანის ნომრები გადარჩა. 5 ექსპერტიზა ჩატარდა. ყველა ერთი და იგივე წერს თავის დასკვნაში, რომ ავტომანქანის საჭესთან ვინც გარდაიცვალა ის იჭდა. არსებობენ ცუდი მხედველები, ვინც მანქანა გადმოიყვანეს ის დაიღუპა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ვინ არის დღეს ასე ვთქვათ ციხეში. ვინც უკან იჯდა, ის არის ციხეში, ესეთია ნუდა შუშანიძე, ქობულეთის სასამართლომ გამოუტანა 7 წელი. იგივე გააკეთა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და განჩინება გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც ძალაში დატოვა ეს.
ოჯახი მთლიანად განადგურებული. მე მესმის, რომ ეს არის იცით როგორ კლავენ იცით ამ კაცს, ნელა, ასე ვთქვათ. რატო მაინც ამ კაცზე რატო აქვს? აი ერთი რამეა, დაზარალებულმა, რა თქმა უნდა, იჩივლა, მეორე ვინც მოკტა იმისმა ოჯახმა, ისინი ვერ გააჩვმა პროკურატურამ და იფიქრა, დააკავებდნენ ნოდა შუშანიძეს და ის იძულებული გახდებოდა ის თანხა, რომელსაც დაზარალებული თხოვდა დაახლოებით 50,000 ლარს, გადაიხდიდა. ანუ ამ დაშინების მექანიზმით. ნოდა შუშანიძე მას არ გააკეთა, იმიტომ რომ კაცი არ არის დამნაშავე და იდახს რომ მართალი ვარ. აქედან გამომდინარე შეჭათ უკანონო ფაქტი. და სასამართლომ იმიტომ ვერ დააყენა ჩემი აზრით და ალბათ ყველა ჩემი კოლეგა და თქვენს დამეთანხმებით რომ სასამართლოს ამაზე გამომართლებელი განაჩენი დააყენებინა ამას პასუხისმგებაში უნდა მიცემულიყო პროკურორები, პასუხისმგებაში უნდა მიცემულიყვნენ სასაცილოა საპირელი რომ არ იყოს. როდესაც კაცი აკეთებს გაზეთს, იძლევა ინტერვიუს განცხადებას, რომ თურმე ძალიან ბევრი გამომართლებელი განაჩენი დადგა. თურმე დაიწყო დემოკრატიის ახალი ტარღა. თურმე სასამართლო რეფორმა ჩატარებულა ძალიან კარგად. აი ამ ყველაფრის მერე. თუნდაც აქ ეს მაგალითი რო იყოს. მე არ მაქვს უკვე ხო აღარ ვსაუბრობ ბიბლიაზე, აღარ ვსაუბრობ სანდროზე, აღარ საუბრობ ბუტაზე, აღარ საუბრობ ვაზაგაშვილზე, არავის აღარ საუბრობ. იმიტომ რომ ჩვენ ტკივილია ეს უკვე გავითავდეთ. მე საუბრობ ამ ხალხზე, რომელსაც ანალოგიურად კლავენ, სულიერად კლავენ, უმეტ მე ფიზიკურ რომლებიც ძალიან ბევრია, აი ძალიან ბევრია. ეს პროკურატურა ჩვენ ესე გვინდა. მე ეს ლოზუნგი მოვიდა, ჩვენ ესე გვინდა. და მართლაც ასეა, დავჭით ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. არც ეს საქმე მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, უცებ დიდი მადლობა. კარგად იყავით. დიდი მადლობა. როგორ ხარ? აჰმიშებს მადლობა. ბატონი გელა ნიკოლაიშვილი ვიცნობთ ყველა ამას ამ ადამიანს და მე ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც ყველასთვის საერთოა, პრინციპში, ყველა პატიმარს აწუხებს, ყველა მოქალაქეს აწუხებს და პირველ რიგში პატიმართა ოჯახის წევრებს. დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ჩვენი ხელისუფლება ძალიან ხმამაღლა ტრაბახობს იმით, რომ თითქოს ჩვენთან წამებები, მასობრივი აღარ არის შეწყდა წამებები, პოლიციის განყოფილებებიდან არ ხდება ხალხის გადმოგდება თუ გადმოხდომა. ეს ერთი მხარეა პრობლემის და გარკვეულწილად ზედაპირულად რო შევხედოთ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს, რატომ შეწყდა ეს. საქმე ის გახლავთ, რომ ადრე წინა ხელისუფლების დროს ბოლო წლებში მოხდა გამიჯვნა იუსტიციის სამინისტროსი და შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ანუ პენიტენციური სისტემა, რასაც ქვია საჯელახშულების დაწესებულებები, თავიდან ბოლომდე გადავიდა იუსტიციის სამინისტროს ხელში და შინაგან საქმეთა სამინისტრო უხეშად რო ვთქვათ, იქ ცხვირს ვეღარ ყოფდა. ამიტომ ის ყოველნაირად ცდილობდა, რომ იმ 48 საათის განმავლობაში, სანამ პატიმარი კაპეზე იდენტифიცირებული კაპეზეში იყო პოლიციის განყოფილებებში, მაქსიმალურად დაემუშავებინა ფიზიკური ზეწოლა იქნებოდა ფსიქოლოგიური თუ სხვადასხვა, იმიტომ რომ მერე იცოდა, რომ იქ ვეღარ გააკედავდა ამას. დღეს სხვა სიტუაცია. ამ 48 საათში მას ხელს არ კიდებენ ნამდვილად. არა, ზეწოლა არ არის. როგორც წესი, თორე ხა გამონაკლისების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის.